ზუგდიდში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო. ჯანაშიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება. მშენებლობასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ანაგის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს. კაფსულის ჩადების ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ესწრებოდნენ. სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება. მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 მილიონ ლარზე მეტია. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანი პროექტი იწყება დღეს ზუგდიდში აშენდება 7 საცხოვრებელი კორპუსი დევნილი ოჯახებისთვის, განკუთვნილი იქნება 1700 ოჯახისთვის და 2027 წელს არის გათვალისწინებული ამ პროექტის დასრულება. თქვენ იცით, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. 1000-ობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი სხვადასხვა ლოკაციაზე და ამ პროცესის გაგრძელება არის ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დღეს იწყება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის დაწყება დღეს აქ ზუგდიდში, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მოვალეობები დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში განსახლების თვალსაზრისით და ეს იქნება მართლაც ძალზედ მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 1700 საქართველოს მოქალაქე ოჯახი მიიღებს ბინას, დევნილი მოსახლეობა. იქნება ეს მნიშვნელოვანი არაუბრალოდ მისი მასშტაბით, არამედ პრაქტიკულად ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მთლიანად ამ ვალდებულების შესრულების მიმართულებით. პროექტი მოიცავს 7 საცხოვრებელ კორპუსს, საიდანაც 6 გახლავთ 11 სართულიანი და 1 12 სართულიანი. სულ გათვალისწინებული 1754 მაცხოვრებელზე. პროექტი მთავრდება რემონტით და მოიცავს ასევე პარკებსაც, გასართობ სივრცესაც, საპარკინგო სივრცესაც და ბავშვთა სხვადასხვა ტიპის გასართობ ატრაქციებს.